განახეთ რა უნდა განახოთ ჭაში. აი ჭაში ჩავარდნილი ბოხმეჭა. და უნდა მოვიყვანო ეხლა. გადავარჩინოთ. მოდი. ოპა. ასეც ჩვენი ბოხმეჭა. მოვიყვანე შუანთის ტყეში და გავუშვათ. ბოხმეჭას ეძახიან ძლოკვსაც, ოღონდ დასავლეთ საქართველოში. და ბოხმეჭა არის უფეხო ხვლიკი. ეს გველი არ გეგონოთ. ორი უფეხო ხვლიკი ყავს. გველხოკერა და ბოხმეჭა. ეს დიდი არ იზრდება და გველხოკერა დიდი იზრდება. ხო, მართლა ესეც არ უნდა მოვკლათ, როგორც სხვა ცხოველები. წადი ბოხმეჭა. ეს არის გოგო. აი აქ ლურჯი წინწკლები რო ჰქონდეს იქნებოდა მამრი. ეს არის მდედრი. ძალიან სასარგებლო არსებაა, იკვებება ლოქორებით და სოფლის მეურნეობისთვის არის ძალიან კარგი რამე. წადი. აი არ იკვინება, სრულიად უწყინარი არსებაა. მაგრამ რომც იკვინებოდეს, იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოვკლათ. მოკლედ შუამთაში ესეთი რაღაცეები ყავს ჩვენ. რაც არის ძალიან კარგი. წავიდა ჩვენი ბოხმეჭა. წადი. წელს უკვე მეორე ბოხმეჭა ვნახე აქ შუამთაში. ერთი ზამთარში ვნახე. და ესეც ზუსტად იმ ადგილას ვნახე, სადაც ის იყო. ხო, მართლა ეს კუდს იძრობს, როგორც ხვლიკი. ანუ ხვლიკია და იმიტომ იძრობს კუდსაც რა. და იცოდეთ, რომ თუ აიყვანთ ხელში, კუდით არ აიყვანოთ. იმიტომ რომ შეიძლება მოიძროს და კუდი რადგან აქვს, არის საჭირო. აი ცოტა გამოყოჩავდა. წავიდა დაიმალა. აი ესე შეგიძლიათ თქვენც გაუშვათ ხოლმე თუ ნახავთ და არ მოკლათ. კარგით, მოკლედ სულ ეს იყო დღევანდელი ველური ბუნები. დღეს მხოლოდ ეს ვნახე. მეტი ვერაფერი, მაგრამ ხვალ მაქვს იმედი, რომ ცხოველებს გადავიღებ. შეიძლება დათვიც იყოს ხვალ. კაი, დაგემშვიდობებით.